დღეს გაჩვენებ ღევანდელ დღეს, მოკლედ რა, ყოველი დღე როგორი არის ჩემი ჩინეთში ყოფნის. ეს არის თოკო, აგერ ჩვენი ძმა და მეგობარი, აკეთებს ორმაგ ბლანშს და თოკო რო წავა, მე უნდა გავაკეთო ორმაგი ბლანში და ცოტა ხანში გაიგებთ რა არის ორმაგი ბლანში. გუშინ ვიყიდე მოკლედ ეს ჩიპი, რომელიც არის ძალიან მაგარი და აქამდე ვერ ვიღებდი 4K 120 FPS-ში, ან time-lapse 4K-ში. აწი უკვე შემიძლია 4K 120 FPS-იც გადავიღო, Full HD 240 FPS-იც გადავიღო და time-lapse 4K-ში რო გადავიღო, ეგეც შემიძლია. სამშაბათს არის დრონების შოუ, ცაში უშვებენ 12000 დრონს და აკეთებენ რაღაც სასწაულ ვიზუალებს და ყველაფერსაც გაჩვენებთ. ეს არის CF-Express SD კარტი, რომელიც იდება Sony FX20-ში, Sony FX3-ში და შეგიძლია გადაიღო ნებისმიერ კოდექსში, რაც შეუძლია FX3-ს ან FX20-ს. სხვა ჩიპი, რომელიც უფრო დაბალი მეგაბიტით არის, მაგით ვერ შეგიძლია. შეგიძლია გადაიღო 4K 60 FPS, მაგრამ შეგიძლია გადაიღო 120 FPS 4K-ში. და ეს არის 160 GB და ეხლა ვიღებ 4K 30 FPS და შემიძლია 2 საათი და 15 წუთი გადავიღო. ძალიან მაგარია. აი ყველაზე მაგრად რაც დამეოსა ჩინეთში არის ბუნება რა. სულ ყველგან ხეა და სულ ყველგან მცენარეები არის, სულ სიმწვანე არის. პირველის ნახევარზე უნდა ვიყოთ სამსახურში უკვე და პირველზე უკვე შოუა. პირველ საათზე და 3 საათზეა შოუ. შუალედში კიდე ვარჯიშობ, რომ თოკო რო წავა, მე ორმაგი ბლანში დავატრიალო მე. სულ ბუნება არის რა. სულ მცენარეებია და ყველგან კამერებია. არა ეს კამერა რას უყურებს ვერ ხვდება. ფარება მთელი წიწვები რაღაცეები. ნუ მოკლედ ეს არის ჩვენი სამსახური, სადაც უნდა ვიხტუნაოთ. აქედან შევდივართ ჩვენ და სხვა არავინ. აქეთ ტრიბუნებზე ხალხი ჯდება, ხანდახან ივსება ხოლმე. აქ არის ეს ტროსი, საიდანაც დავყავართ, მე იქიდან ხვდებით. დადგა ის მომენტი, როცა მე იქ უნდა ავიდე და იქიდან გადმოვხდი და ორმაგი ბლანში გავაკეთო, რასაც წერან იქიდან ვაკეთებდი. მოკლედ მორჩა დღევანდელი სამუშაო დღეც. აქ მოპედი ტაქსები არიან. ეხლა უნდა მოვიждეთ ორივე. ქმის მოვედით უკვე ლოკაციაზე. სოფელიოს მოვივლი ერთ დღეში. აი ეს არის პირამიდები, საკმაოდ მაღალია, თავიდან მეგონა მართლა ეგვიპტეში ვარ. ეს არის რომის კოლიზეუმი პატარა, მაგრამ კაი ზომა აქვს ისე. ესე ზევიდან შეგვიძლია ჩავხედოთ. პარიზში გადმოვედით, აქ არის ეიფელის კოშკი და უმაგრესი ღრუბლებია. ცისარტყელაც გამოჩნდა, ცისარტყელა. ეიფელის. აქ ეხა შოუ უნდა ჩატარდეს. ეს ყველა ხალხი მაგისთვის არის მომზადებული.
ვართ დრონების შოუზე. 12000 დრონი აფრინდება და სასწაულ ვიზუალებს გააკეთებს. რამდენი ხალხია, არ გადავა. 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს ამ ქალაქში. აი, ეხლა მივდივართ დრონების შოუს საყურებლად და იმდენი ხალხია, რომ პროსტა ვერ ავღწერ, ანუ აი ძალიან ყველგან ხალხია. აი უკვე რამოდენიმე დრონი ჰაერშია, ოღონდ ეგ დრონები უბრალოდ იმისთვისაა, რომ გადაიღოს დრონები. ცოტა ხანში აფრინდება 12000 დრონი, შემოგთავაზებს ძალიან საინტერესო ვიზუალებს. აი უკვე შუქებიანთ ეს. აუშვეს უკვე. დრონების შოუზე ვართ 12000 დრონი აფრინები. 12200 იქნება, იმიტომ რომ 200 დრონი მარტო აქ დაფრინავს. ვაუ, რა მაგრა იშლებიან. ოპა. ანუ ყველაზე დიდი ეკრანია ეს, მოკლედ რომ ვთქვათ რა. ვაიმე, კამერაც ძალიან დაიორთქლა, არაფერად ჩანს. ეხლა ლინზა შევცვლი და ცოტა უფრო ახლოდან გაჩვენებთ. ოვა! I love Shenzhen. და აქეთ კიდე დრონები, რომლებიც ამას იღებენ. აქეთ ხალხი კიდე რამდენია? ანუ აი ამ კორპუსზე უფრო მაღალია ეს ყოველივე. აუ, თვის ფინავიდან რა მაგარი იქნებოდა ეს ყველაფერი. წარმოიდგინე. Happy birthday, Shenzhen. აი ამ ხელა ტორტი მინდა ჩემ დაბადების დღეზე. მორჩა უკვე, დღეს იყო შენჟენის დაარსების დღე და გახდა 45 წლის ეს ქალაქი, ანუ მხოლოდ 45 წელიწადში შეძლეს ეს ყველაფერი, ეხლა რაც აქ ხდება. ეხლა უკვე ხალხი მიდის და აქედან როდის გავაღწევ ერთ სული მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ცხელა. მოვედით ლოკაციაზე, სადაც ეს კორპუსები ყველა აინთება და ნახოთ როგორი სილამაზე იქნება, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ვიდეოები ვნახე და წესით ძალიან ლამაზი უნდა იყოს. აი ეს ყველა კორპუსი უნდა აინთოს. და ძალიან მაგარი იქნება წესი. შემოვაღწიეთ და ესე აფრენენ რაღაცებს. ბუმ! ნუ მაგრე გავუშვი. იწყება, ერთი უკვე აინთო და რა მაგარია. ვაუ! ორ გადავ, ჩემი. რა მაგარია. რაღაც შოუსავითაა, რომ მუსიკას აყოლებენ კორპუსების ანთებას. ახლა იქით აინთო. თან ვიზუალებია, რა მაგარია.
აი ესეთ რამეს ამის გარდა ვერსად ვერ ნახავთ. ესეთი სასწაულის ანახაობა იყო, რომ აი ამ ხელა ქალაქი მთლიანად განათდა, რომ აი არ ვიცი, ოფლი მასხავს. დასწრება უფასოა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რავი, ჩვეულებრივად ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლია ეს ნახო. ძალიან კაი იყო მოკლედ რა. აი იმ ხელა გამოსასვლელი იყო, რომ ალბათ 1-15 წუთი მოვდივართ და ძლივს გამოვაღწიეთ. სად მივდივართ, არ ვიცით, მაგრამ სადღაცა მივდივართ. შემოვედით მაღაზიაში ხალუდსო და ჩინური ხინკალი უნდა გავსინჯო. ესე გამოიყენო. რაღაცნაირად გამომცხვარს გავს ვიდრე მოხარშოს. პურივით გამიშენო და იმიდან ხორცი აქვს, ნაფთავა. ხორცი არა, სოკოა. პირაშკია რა. განზობა. ეს არის საუკეთესო საჭმელი თელ ჩინეთში რა. ან ნებისმიერ ჩინელს ოკითხო რომ ცხოვრების ბოლომდე რა შეჭამს, გეტყვის რომ არის ჰოტპოტი რა. და ეს არის ქალაქში რა, ჩემი აზრით ყველაზე გემრიელი ჰოტპოტი. ეს უფრო კაი ლუდია. რაღაცა მსოფლიოს ჯილდოებიც მოუგია ამ ლუდს. ეხლა დავაგემოვნებთ ჩინეთში ყველაზე გემრიელ საჭმელს. სოუს აურიოთ ესე. აი სუზა გადავს ჩვენ რო გვაქვს წნილი რა, საწის იმენა ეგეთია. შაურმის წიწაკაა. მაგარია. მოვიდა. так რა როგორ ხდება აბა? ორი სოუსია. ეს და ეს. შეგიძლია წარი აიღო, ნახე როგორ ხდება რა. ხორცს აიღებ, ჩადე. და დაახლოებით მაგას ჭირდება 2 წუთი. ჩაყარი პოსტა, მერე ფერზე შეატყო რა. იქნება უფრო თეთრი. მერე შეგიძლია ჭამო. Dreaming about it in my heart. Stop everything that you want. Disappear. ეს ვიდეოს დასასრულს მივახლოვდა. თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, დააკომენტარეთ და გამოიწერეთ არხი და ჭირეთ ზარჟ დილაქს, იმიტომ რომ ყოველ პარასკევს 10 საათზე დაიდება ვიდეო ჩემი უთვარხზე და ძირითადად ტექნიკასთან დაკავშირებული ვიდეოები იქნება, იმიტომ რომ შემდეგი ვიდეო იქნება DJI Osmo 360-ზე და DJI Mic 3-ზე, რომელიც ახლა მიკეთია და ძალიან მომწონს, იმიტომ რომ თან ძალიან პატარა, თან ძალიან ხარისხიანია და ძალიან მაგარი ხმა აქვს. ხო, კიდე ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს და შემდეგ ვიდეოში იხილავთ მოკლედ მაგ ყველაფერს.